ნიამორი გრძელდება. ლიტერატურული კონკურსი წელს პირველად ტარდება. ქართულენოვანი მოთხრობები და უცნობი ავტორები. ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობს ყველა, ვისაც ლიტერატურა უყვარს. ფესტივალი ნიამორის მორიგი კონკურსი უკვე დასკვნით ფაზაში შევიდა, ჩვენ უკვე გავაკეთეთ ფოტო და თხილამურობის შეჯიბრები, ახლა ლიტერატურული კონკურსი შეირჩევა, ჟიური გადაარჩევს 4 საუკეთესოს გადაარჩია უკვე და ისინი გაემგზავრებიან ვაშლოვანის ნაკრძალში. მე როგორც ჟიურის წევრს, რა თქმა უნდა, ყავს ჩემი ფავორიტები და მივანიჭე კიდეც მათ, ასე ვთქვათ, ფავორიტის სტატუსი ჩემს გონებაში. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილი მოთხრობებიდან ძალიან ბევრია კარგი ნაწარმოები, მაგრამ მე ავარჩიე 4 საუკეთესო. ერთხელ მეცავალ ევერესტზე. ამ თემატიკაზე შემოსული 20 ნამუშევრიდან ჟიურიმ 4 საუკეთესო უკვე შეარჩია. პირველი ეტაპის გამარჯვებულების ვინაობა 17 მარტს გახდება ცნობილი. ევერესტი ამ შემთხვევაში არის იმ ადამიანის ყველა ადამიანს თავისი ოცნება აქვს და ამ ადამიანის ოცნება, ამ ადამიანის ევერესტი არის უბრალოდ ქუჩაში გავლა, ჰაერის ჩასუნთქვა, ისეთი სიამოვნებები, რომლებსაც ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას. ამაზე ეს მოთხრობ. ფესტივალის თანაორგანიზატორი და პარტნიორი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა. დასკვნითი ეტაპის თემები ვაშლოვანის ნაკრძალში გახდება ცნობილი. მონაწილეებს უშუალოდ ფინალის დღეს მოუწევთ მოთხრობების დაწერა. ყველანაირად ხელს შევუწყობთ და ყველანაირად ვეცდებით, რომ აი გარემომ რომელიც ეს საუკეთესო 4 მონაწილე იქნება კონკურსანტი, რაც შეიძლება სასიამოვნო ემოცია აუძრათ და შესაბამისად ნაწარმოებით ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გამოვიდეს. თემები შერჩეულია თუ ვინავა ევერესტზე და ვინ მოიპოვებს გამარჯვებულის ტიტულს, ფესტივალის დახურვის დღეს 1 აპრილს გახდება ცნობილი. გუშინ სანამ ფესტივალ ნიამორის კედელზე ცოცვის ჩემპიონატში რუსთავიორის გუნდი გაიმარჯვებდა, ამავე ფესტივალის ფარგლებში ლიტერატურული კონკურსი გაიმართა. პროზაული შთაგონებისთვის მწერლები 2 დღით ბუნებაში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე წაიყვანეს. კონკურსანტებმა დღეს საღამოს 8 საათამდე უნდა წარმოადგინონ თხზულება თემაზე დაკარგული სამოთხე. მწერალთაგან ვის რა იდეები ჩამოყვა და რითი შთააგონა ისინი ვაშლოვანის ნაკრძალმა, მირანდა ლაძაშვილისგან გავიგოთ. მირანდა, დილა მშვიდობისა, 2 დღე ბუნებაში მწერლებთან ერთად შენც გაატარე, შენც ხომ არ გეწვიმნენ მუზეები? მარათონებისგან კონკურსის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ისინი არ იყვნენ შეზღუდულები ტრადიციული 24 საათით მათ ჰქონდა სივრცით კონტაქტით გარეშე პირებთან მობილურ ტელეფონზე დარაგვით ჰქონდათ კონკრეტული თემა და სრული ჟანრობრივი თავისუფლება რა იმპულსები მისაორდღიან მოგზაურობა მას ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ. ჯერ არ წერს, უბრალოდ ფიქრობს. გარშემო კანიონია გარემო, რომელიც სხვა ქვეყანას უფრო აგონებს, ვიდრე საქართველოს ბევრ ასოციაციას და იდეას ბადებს. ხორნაბუჯის ციხე-ქალაქიდან ოდნავ მოშორებით ჯგუფს ლევან რამიშვილი ჩამორჩა. ის ფესტივალ ნიამორის ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთი მონაწილეა. ფესტივალის ორგანიზატორებმა ტრადიციული პენ-მარათონისგან განსხვავებული ფორმა აირჩიეს და 4 ფინალისტი 2 დღით ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ამოგზაურეს. ვფიქრობ, რადგან თავად ფესტივალი ეძღვნება სამთო და სათავგადასავლო ფილმებს და მხატვრულ ნაწარმოებებს, ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი იყო ის, რომ ეს მონაწილეები, ვინაც უნდა დაწერონ ესეთი ნაწარმოებები, გასული იყვნენ სწორედ დაცულ ტერიტორიებზე. იხსნება პაკეტი, სადაც დევს თქვენი ლიტერატურული თხზულების თემა. ეს არის დაკარგული სამოთხე. თავარია თემა საინტერესო, სათავგადასავლო და რაღაცით ბუნებასთან დაკავშირებული იყოს. მონაწილეები ლიტერატურულ ჟანრში შეზღუდულები არ არიან. საკონკურსო თემასთან დაკავშირებით იდეები მოგზაურობის დასასრულს. მეორე დღის ბოლოს ჩამოწერეს და ორგანიზატორებს შეაბარეს. ვაშლოვანის ნაკრძალში მოფიქრებული და გააზრებული თემა შეუძლიათ სახლში დაწერონ. თხზულების დასრულებული ელექტრონული ვერსია დღეს 8 საათამდე ფესტივალის თანაორგანიზატორს გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა გაუგზავნონ. თავიდან ეს თემა მომეჩვენა ძალიან პრეტენზიული და პათეტიური, მაგრამ მე მივხვდი, რომ ყველა ჩემი საყვარელი მოთხრობა სინამდვილეში ამ თემაზეა. შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს და დაწეროს ეს ვაშლოვანის ნაკრძალის შთაბეჭდილებების, ну, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს სულ სხვა შთაბეჭდილება, სულ სხვა შთაბეჭდილებიდან არის მოსული. იდეა მქონდა ძალიან ბევრი.
მაგრამ ბოლოს ერთი შევარჩიე, ჩემი აზრით ყოველთვის საინტერესო. ველოდი რომ ესეთი აბსტრაქტული იქნებოდა, იმიტომ რომ პრინციპში ასეთი საკითხებზე უფრო კარგი არის წერა და კონკურსისთვის, როცა შეზღუდული ვადები არის, შესაძლებელია უფრო ყუნწი მიაბა საიდან მხრიდანაც მოგინდებოდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. ის სახელმწიფო ნაკრძალს, ბუნების ძეგლებსა და ეროვნულ პარკს მოიცავს. დედოფლის წყაროს ადმინისტრაციული ტერიტორიის პარკებში არსებული დაცული ტერიტორია მრავალფეროვანი ლანდშაფტით გამოირჩევა. ნახევარუდაბნოების სპეციფიურ გარემოს აყალიბებს. უნებრივია, რომ აი ამ ყველაფრის მიწოდება მოსახლეობისთვის, როგორც ქვეყნის შიგით, ისე ქვეყნის გარეთ, უნდა მოხერხდეს სხვა ფორმით. და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ფორმა, იმისი, რომ ჩვენ ეს გავხადოთ საზოგადოებისთვის ცნობიერი, არის ასეთი ტიპის ღონისძიებებით ხერხდება. ლიტერატორთა მოგზაურობის პირველი დღე ვაშლოვანის ეროვნული პარკის მთავარი შესასვლელის დათვალიერებით დაიწყო. ვიზიტორთა პატარა სოფლიდან გზა ალაზნის ჭალისკენ გაგრძელდა. მეორე დღეს ბუნების ძეგლი, არწივის ხეობა და ხორონაბუჯის ისტორიული ციხე-ქალაქი მოინახულეს. ბოლოს მე-6 საუკუნის ისტორიულ-კულტურული ძეგლი, ელია თეზბიტელის სახელობის სამონასტრო კომპლექსი. მიღებულ შთაბეჭდილებებს თუ გარკვეულ ასოციაციებს საკონკურსო თემაზე ფინალისტები ღია ცის ქვეშ და შემდეგ სასტუმროში ნიშნავდნენ. ფესტივალ ნიამორის ლიტერატურული კონკურსი გამარჯვებულს 1 აპრილს გამოავლენს. პროზაულ ნაწარმოებებს სპეციალური ჟიური გამოავლენს, მათგან მხოლოდ ერთი დაჯილდოვდება, თუ რა პრიზით ეს ჯერჯერობით უცნობია, სიურპრიზად ტოვებენ ორგანიზატორები. ნაწარმოებს გამარჯვებული ნაწარმოები მოგვიანებით დაიბეჭდება ლიტერატურულ გამოცემაში და მის შეფასებას მკითხველები მოგვიანებით შეძლებენ. მოდი ვიმედოვნოთ, რომ ფესტივალ ნიამორის ფარგლებში ასეთი დიდი გასეირნება ბუნებაში ძალიან კარგად წაადგება მწერლების შთაგონებებს და დაეხმარება კონკურსის გამარჯვებაში.